დიდი მადლობა მოგესალმებით მეგობრებო, მე ძალიან მიხარია რომ მომეც საშუალო პირადად მომილოცა თქვენთვის მართლა ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ სტაჟირების გავლა ამ კურსის დასრულება. მე მოგეთ მოგახსენებ ჩემი ხედვის თაობაზე თუ როგორ ხედავ მე თქვენთან ურთიერთობას, როგორ ხედავ მე დიასპორასთან ურთიერთობას, რა პერსპექტივები გვაქვს ჩვენ და როგორ მესახება უბრალოდ ჩვენი მომავალი ჩვენი ქვეყნის საკითხებზე. პირველ რიგში მე მინდა მოგილოცოთ პროფესიული პრაქტიკის გავლა სახელმწიფო უწყებებში ძალიან მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანი არის მრავალ სხვადასხვა მიმართულებით ვინაიდან პირველი ის რომ ჩვენი ქვეყნის შვილები რომლებიც და ჩვენი მეგობრები რომლებიც სწავლობთ და ცხოვრობთ მოღვაწეობთ უცხოეთში ისინი ბრუნდებიან საქართველოში გამოთქვამენ სურვილს რომ გაიარონ სამუშაო პრაქტიკა სახელმწიფო დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანი არის და მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით რომ ჩვენთვის სახელმწიფოსთვის თქვენ ხართ ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ ახლა მე აგიხსნით? იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მე ამის ღრმად მწამს და მჯერა რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ინტელექტუალური პოტენციალი და რესურსი, რომელიც სამწუხაროდ არის მიმოფანტული მთელ მსოფლიოში. თქვენ ხართ ნათელი მაგალითი სწორედ ამის. თქვენ ხართ წარმატებული სტუდენტები, წარმატებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ქმნიან და რომელსაც შექმნან ჩვენი უკეთესი მომავალი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილებისთვის. მე მოგეთ გეტყვით რომ სწორედ ჩემი ინიციატივით სულ ახლახანს ჩვენ დავაფუძნეთ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის მიზანიც არის სწორედ წარმატებული წარჩინებული სტუდენტების მოძებნა საქართველოში, მათი გაგზავნა უცხოეთში შემდგომი განათლების მიღების მიზნით, დაბრუნება. მე პირადად ჩემი ინიციატივა იყო ის რომ ჩვენ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, კონტრაქტი გაგვეფორმებინა ამ ადამიანებთან, რომლებიც ასე ვთქვათ გავიდნენ ამ კონკურსში, მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვეს და სექტემბრიდან გააგრძელებენ სწავლას. ჩვენ მათთან სახელმწიფო გააფორმებს კონტრაქტს. და მათ დავავალდებულებთ, რომ ერთის მხრივ მათი ასე ვთქვათ საქართველოში დაბრუნების ვალდებულება იქნებათ პირველი და მეორე ის რომ მათ აუცილებლად უნდა დაიწყონ სამუშაო სახელმწიფო სტრუქტურებში. და ჩვენი მხრივ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას რომ მათი ცოდნის და მათი უნარჩვევების შესაბამისი სამსახურები უზრუნველყო. ეს რაც მოგცემს საბოლოო ჯამში და ჩემი ხედვა მინდა რომ წარმოგიდგენთ და გაგიზიაროთ. მიმაჩნია რომ სულ რაღაც 5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება გადამზადებული, მაღალკვალიფიციური და ძალიან კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი თაობა. მთელი თაობა, რომელიც შეძლებს სახელმწიფოს მართვას თანამედროვე ცოდნით, თანამედროვე გამოცდილებით და კომპეტენტურები და არავისზე ნაკლები ჩვენ არ ვიქნებით. მე ამის მჯერა და ჩვენი ცოდნი, ჩვენი ისტორიის თუ გადავავლეთ თვალს, ყოველთვის წარმატებული ქართველები ქმნიდნენ განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ მსოფლიო ისტორიაში და მსოფლიო პოლიტიკაში. ასე რომ ჩვენ ზედმეტი ასე ვთქვათ თანამდებობის გარეშე მე შემიძლია გითხრათ რომ ჩვენი ასე ვთქვათ გარკვეული ადგილი გვიკავია მსოფლიოში. დავიწყოთ იქით რომ ვართ საოცრად ნიჭიერი, ამ ნიჭს სჭირდება განვითარება და გაფართოება სჭირდება, ამას გამოყენება სჭირდება, ამ პოტენციალს რომელიც ჩვენს ერს გააჩნია, რომელიც არის მრავალსაუკუნოვანი და მართლა ერთ-ერთი უძველესი ერი და უძველესი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება განვითარება. იმისაც რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ თანამედროვე ევროპას, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს და მათთან ერთად ამ მათ ფერხულში ჩავებათ ისე როგორც ეს ჩვენ გვეკადრება და ღირსეულად რასთვარი ჩვენი ადგილი დავამკვიდროთ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. ეს რაც შეეხება ჩემს ასე ვთქვათ მოკლე ხედვას, ამას გარდა მე მაჩნია რომ დიასპორას აქვს უდიდესი პოტენციალი. სხვა მიმართულებით გარდა ინტელექტუალური რესურსისა, რომელიც ეს ერთი რომელზეც ვისაუბრეთ და მეორე ფინანსური რესურსი, რომელიც ჩვენს წარმატებულ ქართველებს აქვთ სხვა ქვეყანაში, ევროპა იქნება, ამერიკა, აზია თუ სხვა. ესაც არის მიმოფანტული. მე ყოველთვის ვახსენებ ისრაელის მაგალითს, იმიტომ რომ ჩემთვის მართლაც ძალიან საინტერესო მაგალითია ის პრეცედენტი რაც შექმნეს რა მათი ასე ვთქვათ ბუნებრივი ფინანსური კონსოლიდაციის კუთხით ეს არის მართლა უნიკალური. ეს გამოსვლით ჩვენ გავეზიარო და ჩემი ინიციატივით ჩვენ ვიწყებთ საზღვარგარეთ არსებული ინტელექტუალური რესურსის მოძიებას და მათი უკან დაბრუნების პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა მე იმის ასე ვთქვათ ილუზია არ მაქვს და მე არ მინდა ისე გაიგოთ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთ დღეს ყველას დაუძახებთ ქართველებს და ჩამოვიდნენ საქართველოში. რა თქმა უნდა ამას სჭირდება შესაბამისი ბაზა. ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა დავხვდეთ მომზადებული, ანუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში, მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები.
და ჩვენ უნდა შევუქმნათ უზრუნველყოთ ყველა შესაბამისი ასე ვთქვათ პირობა იმისაც რომ წარმატებული ბიზნესმენი იქნება, წარმატებული სპეციალისტი იქნება ეს ინჟინერი, მათემატიკოსი თუ სხვა, მათ დავახვედროთ შესაბამისი და მათი ცოდნის და კვალიფიკაციის შესაფერისი ასე ვთქვათ პირობები საქართველოში. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მე გარწმუნებთ რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებ და ყოველ დღე ჩვენ ვქმნით და ვაუმჯობესებთ ყველა დარგს. აი სწორედ მე მინდა შევეხო ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულების მნიშვნელობას თვითონ ამ დოკუმენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რეალურად სამოქმედო გეგმა. ჩვენ აღარ დავიწყებთ ძიებას თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ ვიცით უკვე როგორ უნდა განვითარდეს. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა. ჩვენი მომავალი ჩვენი ასე ვთქვათ უკვე გარკვეულია და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ეს პროცესი გახდა შეუცვლელი. ჩვენ მტკიცე პოლიტიკური ნება გამოვხატეთ და ქართულ ხალხთან ერთად გავაფორმეთ ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი. და რას მოგვცეს ეს დოკუმენტი და რა შანსს აძლევს ჩვენს ქვეყანას. მე მინდა ამაზე ორი სიტყვით თქვენთან ერთად ვისაუბრო და თუ შეგითხვები გექნებათ, მე ზემონებით მე მინდა რომ ეს ერთგვარი დისკუსია გამოგვივიდეს. მიმაჩნია რომ ეს არის სამოქმედო გეგმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის, ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის. ჩვენ სამწუხაროდ მე არ მინდა წარსულზე ვისაუბრო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრ დარგში, ბევრ სექტორში გვაქვს ჩვენ ჩამორჩენა და ძალიან ძვირფასი წლებია და წლები არის დაკარგული და დრო და თანხა დაშენილი. აღარ მინდა ამაზე ვისაუბრო, მოით მომავალზე გავუგებთ აქცენტი. მაგრამ მირის თქმა მინდოდა ის რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყველა სექტორის მოდერნიზება და დაახლოება ევროპასთან, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან. უნდა მოხდეს დაახლოებით რამდენიმე ასეული დოკუმენტის კანონის ჰარმონიზება ევროპულ განმავლობასთან. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ძალიან დიდ მობილიზებას ჩვენი მთავრობის ძალიან ასე ვთქვათ ხელისუფლების, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ სხვა სტრუქტურები, რომლებიც უნდა იყვნენ მაქსიმალურად ჩართულნი და 20 საათიან რეჟიმში ჩვენ მოგწევს მუშაობა. მე პირადად ვარ მაქსიმალურად ჩართული და მე მინდა გითხრათ რომ უშუალოდ მე თვითონ ვაკონტროლებ იმპლემენტაციის პროცესს. ვინაიდან ჩვენ სულ ახლახანს რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი არის თითოეული უწყებისთვის თუ ვინ რა უნდა გააკეთოს ამ პერიოდში. ეს არის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და ამას გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის DCFTA, ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის სივრცის იმპლემენტაცია. ვინაიდან ის ალბათ რომ სექტემბრიდან გამოქმედება ეს ხელშეკრულება ნაწილობრივ და ქართულ მეწარმეებს შეიძლება ქართულ ევროპულ ბაზარზე გაიტანონ ქართული პროდუქცია. ეხლა ეს რას ნიშნავს? ჩვენ თუ არ ვიქნებით მომზადებული, ჩვენ თუ არ ვაწარმოეთ შესაბამისი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის პროდუქცია. ბუნებრივია ჩვენ ვერაფერს ვერ გავიტანთ. სწორედ ამიტომ სჭირდება აქ მომზადდეს შესაბამისი ბაზა. ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ ადგილობრივი წარმოების განვითარების პოლიტიკა, ასე ვთქვათ, სტრატეგია შევემუშავეთ, შევქმნით საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც სწორედ ამაზე არის ფოკუსირებული და ორიენტირებული, რომ მეწარმეობა განვითარდეს. სამწუხაროდ სოფლის მეურნეობა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენ გასულ წელს 400 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინეთ. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ამის კომუნიკაცია სათანადოდ ვერ შევძლებთ მოსახლეობასთან, ბევრმა დღემდე სამწუხაროდ არ იცის. მე არჩევნების პერიოდში შემოვიარე მთელი საქართველო. ყველგან ვიყავი და ბევრმა მათგანმა არ იცოდა, მაგალითად, თუ რა გაკეთდა მთავრობის მიერ ბოლო 18 თვის განმავლობაში. და შედეგი არის მართლაც შთამბეჭდა. მე მინდა გითხრათ, რომ გააჭარების გარეთ შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური, უპრეცედენტო იყო ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მაგალითს გეტყვით, მაგალითად, დაახლოებით ახალი საწარმო შეიქმნა 74 და რამდენიმე დაახლოებით 200 თუ 300 საწარმოს ზუსტი ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. რამდენიმე მიკრო და საშუალო და მცირე საწარმოს გავუკეთდა აპგრეიდი, ასე ვთქვათ, და განახლება, თანამედროვე აღჭურვილობა და ჯამში 400 მილიონი ჩაიდო სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფოს როლი არის გადამწყვეტი ამ მიმართულებით, ვინაიდან თუ სახელმწიფომ არ გამოიჩინა კეთილი ნება და თუ არ შეიმუშავა პოლიტიკა, სტრატეგია, სოფლის მეურნეობა თავისით ვერ აღორძინდება. ჩვენ შეიძლება ფეხზე დავაყენოთ ესა თუ ის დარგი, იქნება სოფლის მეურნეობა თუ სხვა და ამის შემდეგ მივცეთ მას თავისუფლად განვითარების საშუალება. და შემდეგ ბაზარი დაარეგულირებს რა არის კონკურენტუნარიანი, რა არ არის კონკურენტუნარიანი, მაგრამ მანამ სანამ ეს დარგი არის რეალურად მკვდარი და ასე ვთქვათ არ მუშაობს და სოფელი არის გაღატაკებული, გაღარიბებული, ჩვენი პირდაპირ მოვალეობა არის რომ ჩავერთოთ იქ სადაც სახელმწიფო სჭირდება. ასე რომ
ჩვენ ძალიან ბევრი მართული იგივე შემიძლია გესაუბროთ ჯანდაცვაზე, რომელიც მართლა წარმატებული არის, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა იყო. ჩვენ დავაზრდოთ თითოეული მოქალაქე დღეს არის დაზღვეული. და სამწუხაროდ და საბედნიეროდ, ახლა უკვე საბედნიეროდ სამწუხაროდ წლების განმავლობაში მოქალაქეებს არ შეეძლოთ ოპერაციების დაფინანსება, ვინაიდან მათ არ ქონდათ დაზღვევა, სახელმწიფო დაზღვევა, არ ქონდათ საჭირო თანხები რომ გადაეხადათ, მათ უწევდათ სახლების გაყიდვა, მანქანების გაყიდვა და ამავდროულად. ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ თითოეული მოქალაქე დავაზღვეთ. დღეს საქართველოში ყველა მოქალაქე შემიძლია გითხრათ პასუხისმგებლობით რომ არის დაზღვეული. და გარკვეულ თანხამდე რამდენიმე 1000 ლარის თუ არ ვცდებით 15 ლარის ფარგლებში ჩვენ ვაფინანსებთ მათ ჯანდაცვას, იქნება ეს ოპერაცია თუ სხვა. ამას გარდა განათლების მიმართული გვაქვს სერიოზული წინსვლა. ჩვენ ახლახანს შევიმუშავეთ სტრატეგია განათლების განვითარების. მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპაში ვართ ბოლო ადგილზე, რაც არის დიდი სირცხული ჩვენთვის. მე ამის თქმაც კი ძალიან მერიდება ეს, მაგრამ ეს არის რეალობა, ამიტომ რეალობა ჩვენ თვალით უნდა გავუსწოროთ და თუ გვინდა რომ ჩვენს თავს ასე ვთქვათ ტრობა არ გაუწიოთ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის მე გამოყოფთი იმ პროგრამას, რომელიც დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 140 მილიონი დოლარის ოდენობით გამოგვიყვეს გრანტი დახმარება განათლების რეფორმირებისთვის. და სწორედ ერთ-ერთი მთავარი მმართველობა იქნება პროფესიული გადამზადების სკოლების შექმნა საქართველოში. დღეს საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს კონკურენტუნარიანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ამის ნაკლებობა გვაქვს, ამის დეფიციტი გვაქვს და სწორედ სასწავლებელი ასე ვთქვათ, ჩემთვის პირადად მიმაჩნია რომ არასწორია როცა მეზობელ ქვეყნებიდან შემოყვავს უბრალოდ გეტყვით ინჟინრები, მექანიკოსები, შემდგარებლები და ასე შემდეგ. ანუ სხვა დარგის სპეციალისტები. მაშინ როცა ჩვენ შეგვიძლია ეს ადამიანები ადგილზე მოვამზადოთ, ვინაიდან ამის ადამიანების ნებისმიერ რეგიონში, რაიონში არის უმნიშვნელოვანესი მაღალი დონე. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ვითარდებით და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ეს 2-3 წელიწადში გამოიღებს რეალურ შედეგს. მე მინდა რომ პრაქტიკულად ყველა სფეროს შევეხო, მაგრამ ალბათ ამის საშუალება ახლა არ იქნება პირველ შეხვედრა. ზოგადი გაცნობით ხასიათის შეხვედრა მინდოდა რომ ყოფილიყო დღეს. და კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმას, რაც საუბარი დავიწყე თავდაპირველად, რომ ჩვენი რესურსების მობილიზება არის საჭირო დღეს საქართველოსთვის. ჩვენ სახელმწიფო სჭირდებით თქვენ. თქვენ არის განვითარებული თანამედროვე ახალგაზრდობა, რომელთაც აქვს შესაბამისი ცოდნა, შესაბამისი უნარჩვევები, რომლებიც გამოადგებიან ჩვენ სახელმწიფოს და გააძლიერებენ. აი ჩემი პროგრამა, რომელიც მე აგიხსენით, ჩვენ ვალდებულებ სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ უცხოეთში განათლებას, 3 და 5 წლამდე ისინი ვალდებულნი იქნებიან, რომ იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებში და არ გადავიდნენ კერძო სექტორში. საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ეხლა მაგალითად რამდენიმე ხნის წინ მუდმივი სპეკულაციის თემა არის პრემიების საკითხი. სამწუხაროდ სახელმწიფო სექტორი ვეღარ უწევს კონკურენციას, ეს ნორმალურიც არის. შესაძლოა ასე, იმიტომ რომ კერძო სექტორი ყოველთვის არის მაღლად, ყოველთვის მაღლად დგას და უფრო მაღალი ანაზღაურება კერძო სექტორში, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს სხვა გამოწვევები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა დგას ჯერ კიდევ განვითარების დაბალ ეტაპზე და ჩვენ გვჭირდება თანამედროვე მაღალკვალიფიციური კადრები. და არ უნდა მოხდეს ამ მაღალკვალიფიციური კადრების გადინება სახელმწიფო საჯარო სექტორიდან. ამიტომ ჩვენ გარკვეულ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კონკურენციაც კი გაუწიოთ საჯარო სექტორს, იმის გამო რომ შევინარჩუნოთ და მოვიზიდოთ პირიქით მაღალკვალიფიციური მაღალი უნარჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდები. აი ეს არის მოკლედ იმ გეგმის შესახებ, რომელიც და იმ ხედვის შესახებ, რომელიც მე წარმომიდგენია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დიასპორის სამინისტრო გააქტიურდეს და სწორედ ახალ მინისტრს აქვს ეს დავალება, რომ მაქსიმუმ მჭიდრო კონტაქტში იყოს დიასპორის ყველა თითოეულ ქართველთან, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში. რომ მოხდეს მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს მათთან დაკავშირება, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, გაცვლა და ამ ადამიანის მოზიდვა ჩვენ უნდა დავიწყოთ უკვე დღეიდან. ხვალიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა დაინტერესებული ადამიანის ახალგაზრდის მოწვევა საქართველოში. ჩვენ გვაქვს კონკურსები და ახლა ჩვენ ასე ვთქვათ, პრაქტიკულად დავასრულეთ საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა. ჩვენ შევიმუშავეთ გერმანელის კონსულტანტები ხოლმე ჩამოყვანილი. მათთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ საჯარო სამსახურის განვითარების კონცეფცია. რაც უზრუნველყოფს ერთ-ერთ იმას, რომ საჯარო სამსახურის სექტორი გახდეს აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური პოლიტიკური ნიშნით არ ხდებოდეს მხოლოდ ადამიანების შერჩევა და იყოს გარანტირებული და დაცული იყოს თითოეული საჯარო მოხელის უფლებები და თავისუფლებები.
შესაბამისად მიმაჩნია რომ ძალიან მალე ჩვენი მოგოცემა საშუალება რომ გამოვასწროთ კონკურსები არაერთმანეთობაზე უნდა მოხდეს განახლება საჯარო სექტორის, უნდა მოხდეს ნაკლებად კვალიფიციური კადრების ჩანაცვლება მაღალკვალიფიციური თანამედროვე მოაზროვნე ახალგაზრდა თაობით, რომელთაც აქვს მიღებული შესაბამისობა უცხოეთში და არ მხოლოდ უცხოეთში, შეიძლება მათ საქართველოშიც მიღებული და უმრავლესი ძალიან წარმატებული ქართველი არის საქართველოში და ასე უნდა მოხდეს, მე ასე წარმოვიდგენია დიასპორასთან ურთიერთობა. მეორე ნაწილი გითხარით ინვესტორების, ქართველი ინვესტორების მოძიება და მათი ჩამოყვანა, მათი დაინტერესება, მათი მოხიბლა, რომ რეალურად დღეს საქართველოში გვაქვს უნიკალური ბიზნეს გარემო. დღეს საქართველოში მე სიამაყედ გეტყვით და სრულყოფილად ვთქვი, რომ არც ერთი ბიზნესი არ განიცდის რაიმე სახის საერთო სტრუქტურები. ბიზნესი არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი. მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. სასამართლო არის აბსოლუტურად თავისუფალი სახელმწიფო ჯარებისგან. უამრავი სხვა ადამიანის პრობლემა არის აბსოლუტურად დაცული. მე დღეს ვისაუბრე ამ სიტუაციაზე, მოკლედ შეჯამდა გავუხდი იმის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ 18 წლის განმავლობაში. ისაც ხდებოდა კატასტროფა, რაც ხდებოდა ციხეებში, ეს ჩაბარდა წარსულს. დღეს ვერ დამისახელს ვერც ერთი ადამიანი, რომ არათუ მსგავსი, არამედ ოდნავ მიახლოებული რამ ხდებოდეს ციხეში თუ პოლიციაში თუ სხვაგან. ჩვენ რეალურად მოვახდინეთ პოლიცია და ჯარის დეპოლიცირება. და შევძლებთ ის, რომ ეს მთლიანად სახელმწიფო მმართველობა გახდა აბსოლუტურად გამჭვირვალე. მე გეტყვით ციტირებას მოვახდენ ბატონ თომას ამერბერგი მიცდავდა ხო რომ რუსეთის სპეციალურ წარმომადგენლებს საქართველოში რომ ეხმარებოდა ადამიანის უფლებების სტრატეგიის შემუშავებაში ეს დოკუმენტი ასევე მინდა რომ ახლა პატარა ჩანართი გავაკეთო ეს დოკუმენტი რომელიც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია არის უნიკალური და უპრეცედენტო ჩვენი რეგიონისთვის. სწორედ ამერბერგის სიტყვების ციტირება შემიძლია მათ თქვა რომ თქვენი მთავრობა არის ბევრად უფრო გამჭვირვალე ვიდრე უნდა იყოს ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში. ჩვენ სისტემა გავხდა აბსოლუტურად გამჭვირვალე. სასამართლო პროცესი დღეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. და ნებისმიერ დაინტერესებულ ფილმს იქნება ეს უცხოელი, იქნება ეს მედია საშუალება თუ ნებისმიერ სხვა შეუძლია ღიად დაესწროს, ტელეკამერები დაშვებულია და პროცესი არის აბსოლუტურად ღია. ჩვენ რეალურად ვქმნით დემოკრატიას, ევროპულ დემოკრატიას. ის რაც ჩვენ შევძლებთ ევროპასთან დაახლოების კუთხით, ნატოსთან დაახლოების კუთხით ამ მოკლე დროში არის მართლაც დასაფასებელი ჩემი აზრით. ჯანოც სოფსმენო ვილაპარაკეთ განათლებას ვისაუბრეთ, ეკონომიკის სხვა დარგის მიმართულებას ვისაუბრეთ. ასე რომ ასევე ვიწყებთ ჩვენ ძალიან სტრატეგიულ პროექტებს, ისეთ როგორც არის ანაგლის პორტი. საქართველოს მდებარეობა ჩვენ უნდა გამოვიყოთ მაქსიმალურად გონებრივად. ჩვენ გვაქვს უნიკალური სტრატეგიული ადგილმდებარეობა. ამ ლოკაციის ამ ადგილმდებარეობის გამოყენება სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება. ამის ჩვენ დავიწყეთ ჩინეთის მთავრობასთან პირველი საუბარი, ასევე რუმინეთის მთავრობასთან, მე თვითონ პირადად ვიყავ ჩასული რუმინეთში და ვესაუბრე ჩემს კოლეგას. საუბარი არის ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაზე და აღდგენაზე, რათა მაქსიმალური დატვირთვა მიეცეს იმ კორიდორს, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უნიკალური და მართლაც მოწინავე მოთამაშე რეგიონში. ჩვენ მართლაც გამორჩეული ვართ უკვე რეგიონში და შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ განვითარებული და მოწინავე გავხდეთ. მე საქართველოს წარმოვიდგინე როგორც ლოგისტიკის ჰაბი, ცენტრი, როგორც თანამედროვე განათლების ცენტრი უნდა იყოს, კულტურული ცენტრი, უნდა იყოს ეს ბიზნესის ცენტრი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს რეალურად ამის პოტენციალი მეგობრებო. მე მინდა რომ ამის თქვენ ჯეროდეთ და ყველამ დაიჯეროთ ამის. ამის წმენა მე პირადად მაქვს და მთავრობას განათლების შემადგენლობას, სწორედ ამის გავაკეთეთ განათლების მთავრობის შემადგენლობას, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი მოტივაციით შევუდგეთ ჩვენი საქმიანობას. და 20 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმ წელს, რომ მაქსიმალურად დროზე შევასრულოთ ყველა ეს ვალდებულება, რომელიც ავიღეთ და ვიკისრეთ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების გაფორმება. მეგონი დაგხარეთ ძალიან ბევრი ვისაუბრე, მაგრამ მინდა რომ ეს საშუალო გამომეტენილო. იმიტომ რომ ჩემი ასე ვთქვათ ჩემი ხედვა გადმოვცეთ ამ მოკლე დროში. ვინაიდან მიმაჩნია რომ თქვენ ხართ სწორედ ის თაობა, რომელზეც უნდა დაეფუძნოს დღევანდელი მთავრობა. და თქვენია მომავალი რეალურად მეც ახალგაზრდა ვარ, მე სწავლეთ ერთ დროს უცხოეთში სწავლობდი, მიღებული განათლების შემდეგ ჩამოვედი საქართველოში, აბსოლუტურად მე ყოველგვარი გაჯერების გარეშე გეუბნებით, რომ ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნებოდა საქართველოში. მე არ მიფიქრე საფრანგეთში დარჩენა, ან უცხოეთ სხვა რომელიმე ქვეყანაში დარჩენა. მე წავედი იმის მიზნით, რომ მიმეღო განათლება, უგეთის უნარჩვევი ჩამოსულიყო და დავბრუნებულიყო საქართველოში. საქართველოში დავბრუნდი მაშინ, როცა ახალი მომხდარიყო რევოლუცია
მაშინ ისე როგორც ყველას მეც მჯეროდა იმისა, რომ რეალურად სწორად დადგებოდი ქვეყანა, პირველი 2 წელი იყო რეალურად პოზიტიური, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად მოხდა. ძალიან მოკლედ გუშინ უბრალოდ საუბრობდით, გუნდთან საუბარი, თუ მოკლედ გადავაუბრეთ ქრონოლოგიას ამ ბოლო საწყიანი მმართველობის, ნახავთ, რომ რეალურად გარდა პირველი 2-3 წლისა საქართველოში იყო მუდმივი ქაოსი და არაერთი და მუდმივი არასტაბილურობის განცდა იყო, რაც ძალიან სამწუხაროა ყოველთვის აქციები, დემონსტრაციები და დარბევები და აღარ მინდა რომ საუბარი გავახსენო იმის თავაზე, თუ რაოდენ უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. მე შეგახსენებთ, რომ 320,000 ადამიანი, ყოველი მესამე ზრდასრული მამაკაცი იქნება დასამართლებული წინა რეჟიმის დროს. ეს არის კატასტროფა მეგობრებო ჩვენი ქვეყნისთვის. ისეთ პატარა ქვეყნებს როგორც არის საქართველო, ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის როგორც არის საქართველო, ეს არის დამღუპველი. პრაქტიკულად ყველა რაიონში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში თითქმის ყოველდღიური მესამე ოჯახში იყო ეს გასამართლება და ეს ასე ვთქვათ, ის მძიმე რეჟიმის ხელი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ ქართულმა ხალხმა გაისტუმრა. ასე რომ ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ვერ ახლა საჭირო არის სწორედ თანამედროვე მოაზროვნა. საკუთარ ხალხს და ქვეყანაზე მზრუნველი პატრიოტი ადამიანებით ჩანაცვლება და მათი მმართველობა. ეს არის ის რაც მინდოდა რომ თქვენთვის მომეყოლა და მეთქვა იმის თავად რაც ხდება ჩვენთან ქვეყანაში. მე მაქსიმალურად გასწრებული ვიქნები, მაქსიმალურად ვიქნები მოწოდებული ისაგენ რომ ჩვენ შევძლოთ უძველე თანამშრომლობა, სამინისტრო იქნება მაქსიმალურად ჩართული და ყოველთვის მივესალმებით თქვენს ინიციატივას, თქვენს სურვილს, რომ დაბრუნდეთ საქართველოში და აქ გააგრძელოთ თქვენ მოღვაწეობა. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის გვჭირდება ყველა სახის სპეციალისტი, ყველა დარგის სპეციალისტი. აი სტუდენტები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ პირველ კონკურსის შედეგად, იქ არ არიან იურისტები და სხვა სპეციალობის, იქ ჩვენ შევარჩიეთ მაქსიმალურად ყველა სპეციალობის ადამიანი. იმიტომ რომ თუ 5 წლის იქეთ გავიხედეთ, ჩვენ გვეყოლება დაახლოებით 500-600 კარგად მომზადებული თანამედროვე განათლების მქონე სპეციალისტები, ყველა დარგის. ეს რა თქმა უნდა გააძლიერებს ჩვენ ქვეყანას. ასე რომ მინდა რომ კიდევ ერთხელ ეს შემოთავაზება ოფიციალურად ჩემი სახელით წარმოგიდგინოთ, თქვენ გვექნებათ სურვილი საქართველოს დარჩენის და აქ სამსახურის მუშაობის გაგრძელების მე პირადად გავძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენი შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის შესაძლებელი სამსახურები მოგიწევთ. ეს იქნება პირველი ეტაპი ადამიანების დაბრუნების, მათი დაბრუნების საქართველოში. ჩვენ ქართველები არ ვართ იმდენი, რომ გაფრთხილებული ვიყოთ მთელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა გვაქვს ამ მსოფლიო, მაგრამ ახლა სჭირდება ჩვენს უღანას თანადგომა. ახლა ისე როგორც არასოდეს ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა. რომ ყველა ის მიზანი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, ქართულ ხალხთან ერთად იყოს ბოლომდე მიყვანილი. და რეალურად ქვეყანა გამეთერთა ფეხზე დადგეს. ეს არის ცოტა ემოციურად გამომივიდა, მაგრამ მინდოდა რომ ამ პათოსით ასე ვთქვათ გადმომიცა თქვენთვის და ამასთან თუ როგორ ხედავთ ჩვენ ქვეყნის მომავალს. მე ვხედავ საქართველოს როგორც თანამედროვე ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოს. და ამის პერსპექტივა ჩვენ არც თუ ისე შორს გვაქვს. ამას შედება მუშაობა, თანამედროვე მუშაობა, სწორი გონივრული პოლიტიკა, კონსტრუქციულობა და პრაგმატული მიდგომა. და სწავალი. ჩვენ თუ ხალხზე ვიფიქრებთ, ევიკრებთ ყოველ ქვეყანაზე, ვიქნებთ სამართლიანი კანონიერი და ადამიანურები ჩვენ აუცილებლად გამოგვიყვება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მაინტერესებს როგორ გესახებათ საზღვარგარეთ ყოფილი სტუდენტების როლი საქართველოს განვითარებაში. მადლობა სულამითვალისწინებთ ვიმახავ რეალობას, რომ 27 ივნის თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას. მადლობა. დიდი მადლობა. მე ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზგასმით კიდევ ერთხელ განმარტო. სწორედ რაზეც მე ვისაუბრე, რომ საჭირო არის იმ ახალგაზრდების, იმ ასე ვთქვათ ქართველების, ჩვენი მოქალაქეების, თანამოქალაქეების მოძიება, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება უცხოეთში.
თქვენ ამის ნათელი მაგალითი ბრძანდებით, აუცილებელი არის თქვენი ჩართულობა. ვინაიდან თქვენ გაქვთ და თქვენს მსგავსად სხვებსაც აქვთ მიღებული განათლება ევროპის წამყვან სასწავლებლებში და იქ მიღებული განათლება და უნარჩვევები მჯერა რომ გამოადგება სახელმწიფოს. იმ რთული ამოცანის მისაღწევად, რომელიც ჩვენ ახლა ვიკისრეთ, იმ ვალდებულ შესაძლებლობას, რომელიც ახლა ვიკისრეთ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების პარალელში. და მე მგონი, ალბათ აღარ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვისაუბრეთ, ჩემი ხედვის თაობაზე მე ვსწავლად მოგახსენეთ. ესახება შემდეგნაირად, რომ მოხდეს მაქსიმალურად თქვენი დაინტერესება და მოზიდვა, რათა მოხდეს თქვენი დაბრუნება საქართველოში. თანამედროვე განათლების მქონე კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაბრუნება საქართველოში. თქვენი როლი არის ძალიან დიდი იმაშინია, იმიტომ რომ მე ერთის მხრივ აქ საქართველოში მცხოვრებ სტუდენტებს ვაძლევს შანსს რომ წავიდნენ მათაც მიიღონ განათლება უცხოეთში, ამის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში და გააგრძელონ მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში და მეორეს მხრივ რომ მათ რომელთაც უკვე ცხოვრობენ უცხოეთში და საქმე მიღებული განათლება, ისინიც უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. ანუ უნდა მოხდეს ამ რესურსების კონსოლიდაცია. აი კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც უკვე გესაუბრეთ სლად. მადლობთ. ბატონო პრეზიდენტი, მადლობა რომ ჩვენს გამონახეთ დრო. ასეთ შეკითხვა ხდებოდა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ინტეგრაცია თქვენ როგორ წამოგვიყვანთ იმ ფონზე როცა რუსეთმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გადაუქმნა სწორედ ამის ევროკავშირთან გამოვაყენოთ. მე შევეხე სწორედ DCFTA-ის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს რომლის ასე ვთქვათ იმპლემენტაციის გეგმა სამოქმედო გეგმა ჩვენ უკვე შევადგენთ, ეს არის 3 წლიანი გეგმა, რომელიც სულ ახალს დავამტკიცეთ. და ეს არის მართლაც ძალიან შრომატევადი პროცესი. მე არ მაქვს ილუზია იმის თაობაზე, რომ ეს ხდება ძალიან ისე რბილი პროცესი, თავისუფალ პროცესი, რომელიც ჩვენ გავიგეთ მარტივად. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ მე კიდევ გავიმეორებ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერდება. და ძალიან ბევრი დარგი, სფერო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. იქნება ეს უცად უვნებლობა, იქნება ეს სხვა ნებისმიერი მიმართულება. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ყველაფერი ნორმაში და შესაბამისობაში ევროპულთან. ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ გვაქვს 3 წლიანი გეგმა, ჩვენ მიგოჩნია რომ 2017 წლამდე ჩვენ ამ გეგმას შევასრულებთ აუცილებლად, მე პირადად როგორც უკვე გითხარით, ყოველთვის ბოლოს ჩვენ გვაქვს ანგარიშგების ასე ვთქვათ, შემუშავებული გეგმა, ყოველთვის ბოლოს მინისტრები ჩამაბარებენ ანგარიშს იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს და რაიმე ხარვეზე, რაიმე ჩამორჩენად ხომ არ გვაქვს სწორმები მიმართულებით. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, რომ რუსეთმა ახლა გადაწყვიტა რომ გადახედოს საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას, მე არ უყურებ ამას ასე ვთქვათ, არ აღვიქვა ამას ტრაგიკულად, ვინაიდან ჩვენ ერთის მხრივ შეუძლებელი. შეიძლება ითქვას გააჯარების გარეშე, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი მთავრობის გონივრული, გააზრებული პოლიტიკის და კონსტრუქციულობის, პრაგმატულობის შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთთან გვაქვს მეტნაკლებად დაბალანსებული, ნორმალიზებული ურთიერთობა. მე არ ვიტყვი რომ ამ კონსტრუქციულ ნაბიჯებმა რაიმე ძირეული გავლენა იქონია პოლიტიკურ ნაწილზე, მაგრამ რაც შეეხება ტექნიკურ ურთიერთობებს, როგორც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი. გავხსენით ბაზარი, რომელიც იყო დაკეტილი ჩვენი მეწარმეებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის წლების განმავლობაში 26 წლიდან. მარტივ მაგალითს გეტყვით. ბორჯომი კომპანია, რომელსაც გაყიდვების შედეგად ჰქონდა 22 მილიონი ლარი სუფთა მოგება გასულ 2012 წელს, მანამ სანამ გაიხსნებოდა, მანამ სანამ ჩვენ მოვიდოდით მთავრობაში. 2013 წელს ეს მოგება მათ გააოთხმაგეს. და ჩემი თვალსაჩინო 88 მილიონი ქონდა ზუსტად სუფთა მოგება, დასაბეგრი მოგება. იგივე მეღვინეებმა ასევე ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს და მათმა კომპანიამ ძალიან დიდი შემოსავალი დიდი მოგება ნახეს. ამ კუთხით ძალიან საინტერესო იყო რუსეთის ბაზარი, მაგრამ მე ყოველთვის იმას ვამბობ და ჩვენ ეკონომიკური გუნდი ყოველთვის ყურადღებით აღნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე. ჩვენ კარგად გვახსოვს რა მოხდა მაშინ, როცა რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა. მაშინ ძალიან დიდი ზიანი მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ.
ჩვენ პრაქტიკულად გასაღების ბაზარი არ ქონდა, მოძიებული ალტერნატიული ბაზარი და მხოლოდ ვიყავით დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. ჩვენ დღეს იგივე არ უნდა მივიღოთ. მაგალითს გეტყვით, რომ გასულ წელს ექსპორტის ზრდა ქონდა რეკორდული მაჩვენებელი ევროპის ბაზარზე 65%-ით. გაიზარდა ექსპორტი ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე. და წელსაც გვაქვს ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები. ევროპის ბაზარზე, ჩინეთის ბაზარზე, ჩინეთის მმართველები ძალიან აქტიურად მუშაობთ. იგივე იქნება ამერიკა თუ ახლო აღმოსავლეთი, არაბული ქვეყნები. ჩვენ ყველა მმართველობით უნდა ვეცადოთ დივერსიფიკაციას. მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიცირება, იმიტომ რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე. ძალიან კარგია რუსეთის ბაზარი არის ღია. მივესალმებით ამას ყოველთვის და ჩვენ აღნიშნავთ, რომ ჩვენი კონსტრუქციული პრაგმატული პოლიტიკის შედეგი იყო ის, რაც მოხდა. რუსეთის მხრიდანაც ასევე პოზიტიური ნაბიჯები იქნა გადმოდგმული. თუმცა გასულ წელს იცით რომ დაგვრდებოდით რომ ადგილი ქონდა მაინც გარკვეულ პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში. მე მარტივად არ ვუყურებ ამ პროცესს, ეს რთული პროცესი იქნება, ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ ჩვენი ცდილობა არ უნდა მოვაკლოთ. ჩვენს ხალხზე, ჩვენი ამორჩეველი არის ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. რაც ჩვენს ხალხს ჭირდება, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, სრულად ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ეს არის ჩვენი პირველადი ვალდებულება. ასე რომ ევროპის ბაზარი არის მთელ სოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი, რო დაუბრუნდეთ თქვენს პირდაპირ შეკითხვას და მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ იმისათვის რომ კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური პროდუქცია ვაწარმოოთ. იმისათვის რომ სტაბილურად გახდეს ჩვენი ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი ღია. ბაზარი უკვე ღია არის, რეალურად ამოქმედება ეს DCFTA, მაგრამ ახლა საჭირო არის რომ ადგილობრივი წარმოება გახდეს შესაბამისად განვითარებული. რათა აქ ნაწარმოები პროდუქცია გაიყიდოს თავისუფლად ევროპაში და არ იყოს გარკვეული ასე შეზღუდვები, რომ დავუშვათ ხარისხი არის არ არის დამოუკიდებელი და სხვა. მაგრამ ამავდროულად მე არ გამოვიწყებ იმას, რომ ჩვენ უნდა სხვა ბაზრების ათვისებას უნდა გავაგზავნოთ. არ თქმელი თუ არა ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ეს პროექტი იყო ჩვენი ინიციატივით და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციის ის არის, რომ არ არის კლასიკური გადაგვიდე NGO, არამედ ეს არის სტუდენტების ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია და ნამდვილად ემსახურება საზოგადო საქმეს. ერთ-ერთი ამის გამომხატველი სწორედ ლეონიდი ვოროსტიევი არის და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა დიასპორის აპარატზე, რომ ამ პროექტს გადაუჭერთ და გამხდართ. და იმედი მაქვს, რომ მოახლოეს მომავალში გამონაკლისს ფედეროს და შევხვდებით ჩვენს სამშობლოს. მე ჩვენთვის მაქვს ჩვენი საპატიო წევრობის სერტიფიკატი, აღნიშნეთ, რომ ახალგაზრდა ხართ უცხოეთის ისტორიად, ამიტომ ამას გადმოგცემთ თქვენ და იმედი მაქვს, რომ თქვენი თანამშრომლობა განმავლობა და უფრო დიდი შემთხვევაში. რაც შეეხება ჩემს შეკითხვას, ბატონო პრემიერ, მოგეხსენებათ დემოკრატიზაციის პროცესებში ძალიან დიდი წინსვლები იყო თქვენი მმართველობის პერიოდში, მაგრამ უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდი როლი აქვს ზოგადად დემოკრატიზაციის პროცესში. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არ არის გზად იმ გამოწვევისთვის, რომ აკონტროლოს მთავრობა. თქვენ როგორც სახელმწიფოს ლიდერს, როგორ გესახებათ სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიზაციის გამტკიცებას. მადლობთ საინტერესო შეკითხვისთვის. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ დემოკრატიისთვის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ძლიერი, მიუკერძოებელი, ობიექტური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მუდმივად იქნება ასე ვთქვათ, მოწოდებული იმისაკენ, რომ მთავრობა გააკონტროლოს თუ ხელისუფლებას მიუთითოს იმ დარღვევების ხარვეზების შესახებ, რომელიც შესაძლოა დაფიქსირდეს მმართველობის დროს. მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოწვევები ამ მიმართულებითაც. მე არ მსურს რომ გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით. რამდენიმე კვირის წინ ჩამოსული იყო საქართველოში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ევროკავშირიდან. რომელმაც უბრალოდ კერძო საუბარში მითხრა, რომ მას ჰქონდა საუბარი შეხვედრა არასამთავრობოებთან, წამყვან არასამთავრობოებთან. და საუბრის დროს
გაოცებული იყო ეს ადამიანი, მე უბრალოდ უხერხულია რომ დავასახელო მისი ვინაობა. მან მითხრა რომ დარჩა გაოცებული, ვინაიდან მათ უთხრეს რომ ისინი ემხრობიან ოპოზიციას, ანუ მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელიც არის აღქმული ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან დაჩაგრული და სუსტი უკვე და დღითიდღე სუსტდებიან. ანუ მთავარი мотиваცია, არგუმენტი რაც მოუყვანეს მათ უთხრეს რომ ვინაიდან ეს ოპოზიცია სუსტდება, ჩვენ გვინდა რომ ის დავიცვათ. გესმით, ანუ აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული რომ თუ წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა. ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. და მან მისი სიტყვები შემიძლია გაგიმეოროთ რომ მან მიუთითა მათ რომ თქვენი ხაზი, ანუ არასამთავრობო სექტორის ხაზი არის ძალიან კაფიოდ გავლებული. ერთხელ ეს არის მთავრობა, ხელისუფლება, მმართველი ძალა, მეორე მხარეს არის ოპოზიცია და სხვა. და შუაში არის არასამთავრობო სექტორი. არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. რა თქმა უნდა, ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი, თუ ობიექტურად არის გასაკრიტიკებელი მთავრობა. რა თქმა უნდა, უნდა გააკრიტიკონ. და ამ კრიტიკისთვის მე პირადად ვარ ყოველთვის მზად. ვინაიდან მიმაჩნია რომ თუ ვიღაც მაკრიტიკებს ობიექტურად და სამართლიანად, ეს მე მეხმარებ. ეს მე გამაძლიერებს, მაგრამ თუ ვიღაც სუბიექტურად მაკრიტიკებს იმის გამო რომ სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესები გამოხატოს, ეს არის დიდი უსამართლობა. ამ კრიტიკას მე არ მივიღებ. არც მე, არც მთავრობის რომელიმე წევრი და მმართველი გუნდი. ეს არის ჩვენი პრობლემა, ძირითადი პრობლემა, რომ ხშირად სამწუხაროდ, ხშირად თქვა, საბედნიეროდ არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად ვერ გაურჩევიათ, ასე ვთქვათ, რა შემთხვევაში უნდა დაიკავონ პოზიცია, ობიექტური პოზიცია და სად გადის ობიექტურობის ზღვარი. აი ამ ზღვარის დადგენა არის მთავარი ამოცანა და მთავარი, ასე ვთქვათ, გამოწვევა მე ვიტყოდი დღევანდელი არასამთავრობო სექტორის. სამწუხაროდ მე კიდევ მინდა მეუბრუნდე გასულ პერიოდს, მაგრამ იცი არ გამომივიდეს რომ ყოველთვის იმას ვადარებ, მაგრამ მსჯელობაა, ამიტომ ყოველთვის იყო რაღაც დამკვიდრებული ტენდენციები და თითქოს წინასწარ იყო განსაზღვრული ტენდენციები, რომელი არასამთავრობო, რომელ გუნდში, რომელი გუნდის მხარდამჭერი იყო. ეს ტენდენციები უნდა მოისპოს საქართველოში. ჩვენ თუ გსურს რეალურად განვითარებული სამოქალაქო და ობიექტური მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, მაშინ ამაზე უნდა ვთქვათ უარი, ერთხელ და სამუდამოდ. მე ყოველთვის მზად ვარ, ჩემი პოზიცია, პირადი პოზიცია არის შემდეგი რომ მე ყოველთვის ვარ მზად რომ კონდეს კონსტატაციები ღია არასამთავრობო სექტორთან და მე ყოველთვის მოწოდებული ვარ მივიღო მათგან რჩევები, შენიშვნები, პრეტენზიები, თუ ეს იქნება დასაბუთებული, მკაცრად, მყარად არგუმენტირებული. მე ყოველთვის სიამოვნებით მოვისმენ მყარ არგუმენტებს დაფუძნებულ კრიტიკას და შენიშვნებს. აი ეს არის ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ გამოგვივა რომ არასამთავრობო სექტორი არსებობს რაღაც იმისაც რომ უნდა იარსებოს დემოკრატიულ სამყაროში. არსებობისთვის მე მგონი სასარგებლო არ იქნება და არაფერს მოცემი არ არის. მედიას მინდა რომ ვისაუბრო ორი სიტყვით. დღეს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების ჩარევისგან არის აბსოლუტურად თავისუფალი მედია. ვერამ ვერ დამისახელებს. აი გნებათ მოკლე პატარა ექსპერიმენტი შეიძლება რომ გააკეთოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირმა, რომ ვერ ნახავთ ვერც ერთ მედიას საშუალებას, რომელიც იტყვის რომ ის არის ასე ვთქვათ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. არ არსებობს. არც ერთი ტელევიზია, გადაართეთ ნებისმიერ ტელევიზიას და ნახეთ რა ხდება. ეს მიდის, მე აღარ მინდა საკუთარ ტელევიზიებს ასე ვთქვათ მიუდრებ და განვიხილოთ თითოეული მათგანი, მაგრამ სამწუხარო რეალობა იქაც. ანუ რა, ჩვენ უბრუნდებით იმას, რომ ხარისხი გვაქვს ძალიან დაბალი. ხარისხი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მედიის განვითარების კუთხით. მედიის ხარისხის განვითარების კუთხით. მედიის თავისუფლების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი და ჩვენ 12-16 პოზიციით გავიმჯობესეთ ჩვენი ადგილი რეიტინგი სოფლიოში და ვართ
პირველ ადგილზე რეგიონში გასაგებია ეს. და მაგრამ ამავდროულად თუ არ მოხდა მედიის, ასე ვთქვათ, ხარისხის გამოჯობესებას, მაშინ შედეგი იქნება არაფრის მომცემი. იქნება ის, რომ დაარე ხარისხის მედია საშუალებები გააგრძელებენ არაობიექტურობას, გააგრძელებენ სისრულის ტირაჟირებას, გააგრძელებენ მოსახლეობის შეცდომას შეყვანას მიზანმიმართულად და არ დაეხმარებიან ქვეყანაზე სახელმწიფო განვითარებას და მოსახლეობამ მივიდეს რეალური ინფორმაცია. თქვენ ნებისმიერ სიუჟეტზე შეგიძლიათ გადაახლიოთ ამა თუ ერთ-ერთ X ტელეარხზე და სხვა სამცხაუროდ სხვებიც ბაძავენ მათ. ეს ტენდენციაა, რომ ჩამოყალიბდა გარკვეული კომპლექსი. წამყვანი ტელეარხის კომპლექსი ჩამოყალიბდა. თუ ეს კონკრეტული ტელეარხი გააკეთებს ცუდ სიუჟეტს რაღაც X თემაზე, მეორე თავისუფლმა არხმა, მესამე და მეოთხე შესაბამისად უნდა გააკეთოს მათზე უარესი. იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ თუ ისინი დაბალანსებულს ან ობიექტურს გააკეთებენ, მათ ბრაზდასდებენ ასე ვთქვათ, ხელისუფლების ლობირებაში. რაც აბსურდია. როცა სიმართლე გინდა რომ მიიტანო მოსახლეობამ, მაშინ თქვა სიმართლე რა არის? თქვასია. თუ სიმართლეს არ იტყვი, მაშინ პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს. ამა თუ მეტი საშუალებას რომ ისინი სიმართლეს ეუბნებიან მოსახლეობას. სამწუხაროდ სიმართლის და სამართლიანობის და სიმართლის განცდა მე მგონი ამ მოქალაქეებს აქვს ასე ვთქვათ შესუსტებული. მედია საშუალებებზე მე ხა ღიად ყოველს ვერიდები ხოლმე კრიტიკას, მაგრამ არ უნდა მოგვერიდოს. ისე როგორც პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს თუ პარლამენტს თუ მინისტრს და შემდეგ ყველას მოსდის შეცდომები. ამ შეცდომებს ჩვენ უნდა მივუთითოთ. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი კარგი ხო? ჩვენ თუ გვინდა გამოჯობესება ამ თუ სექტორს, უნდა მივუთხრათ რომ თქვენ ამ ადამიანებს იყავით შეცდომები. მათაც აქვთ უფლება შეცდომა დაუშვან, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენს გვაქვს უფლება რომ მათ მივუთითოთ, როცა ისინი შეცდომას უშვებენ. როცა ისინი არაობიექტურები არიან, როცა ისინი შეცდომას, ასე ვთქვათ, მიზანმარტულად აკეთებენ, უშვებენ და მიზანმარტულად შეყავთ ისინი მოსახლეობა შეცდომაში. ეს ძალიან ცუდია. და მათზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. მათ აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მედია ეს არის როგორც მეოთხე ხელისუფლება. თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში. და მათ შესაბამისად აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მხრებზე. მე ძალიან მწყინს რომ ისინი ვერაცნობიერებენ ხშირად იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აქვს დაღებული. ვერაცნობიერებენ რომ მათ მიერ მათგან წამოსული სიუჟეტები, ინფორმაცია და ასე შემდეგ ეს მოქმედებს საქართველოს მოსახლეობაზე. მოქმედებს ბიზნეს გარემოზე, მოქმედებს თითოეულ მოქალაქის განცდაზე. ჩვენ თუ მოქალაქეებს ხელოვნურად შევუქმნით განცდა არასტაბილურობის ან დაუცველობის ან რაღაც მსგავსი, მაშინ რა გამოდის, რომ ჩვენ ვართ თანამონაწილენი ნეგატიურ პროცესებში სახელმწიფოში. ანუ ჩვენ ვერ ვძვით გარკვეულწილად სახელმწიფოს. და ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს გაძლიერება. მე ამიტომ არ ვჯერა ამ ადამიანების გულწრფელობის. მე ვერ დავიჯერებ მათ გულწრფელობას. თუ ისინი გულწრფელები არიან, თქვენ გულწრფელად რომ თქვენ ამ ნაწილში შეგეშალათ. მე ამას მივიღებ აბსოლუტურად, მაგრამ როცა ვიცი რომ არ შეგვეშალა, როცა ვიცი რომ კარგი გავაკეთეთ, მაშინ ამ შემთხვევაში მე არ მივიღებ მათ კრიტიკას. ჩვენი ბრალია ის რომ სათანადო დონეზე კომუნიკაცია არ ქონდა, არ ვაწარმოეთ აქტიური პიარი. და რატომ გეტყვით? მიზეზი იყო შემდეგი. მიშას დროს იყო აღარ მინდა რა იყო, აღარ მინდა გითხრათ რა იყო, საშინელება ხდებოდა ანუ ამ კუთხითაც იყო და არა იყო და რომ ესე იგი მიზანმიმართული აცხოვრებდნენ ტყუილში და ილუზიაში. ვირტუალურ სამყარო იყო შექმნილი. ისე არ გამომივიდეს რომ მე რაღაც გეუბნებით და ამაზე მე პასუხებელი ვარ თითოეულ ჩემს სიტყვაზე. თქვენ შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ. რამდენიმე რაიონი არჩი და თავად ჩადეთ და ნახეთ. იქ რა ხდება, რა ყოფაა. რა პირობებში ცხოვრობენ მოსახლეობა. მე არჩევნების დროს შემოვიარე მთელ საქართველოს. საშინლად დათრგუნული ვარ დღესაც. მე სხვა საზრუნავი არ მაქვს, სხვა საფიქრალი არ მაქვს. გარდა იმისა, რომ ამ მოქალაქეებს, ამ მოსახლეობას რაიმენაირად შეუნსუბუქოთ ყოფა. გარდა ცენტრალური მაგისტრალების, არსებობს შიდა გზების, არსებობს ელემენტარული საბაზისო პირობები. რომელთა არ არსებობა 21 საუკუნეში არის სირცხვილი, მეგობრებო. წყალი, სასმელი წყალი. სარწყავზე აღარ მაქვს საუბარი და მიწების დამუშავებაზე. აღარ მაქვს საუბარი გაზზე და ასე შემდეგ. უმუშევრობა. სოფელი არის დაცლილი და ეს მთა არის დაცლილი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ის რაც ჩვენ ხედავდით წლების განმავლობაში ტელევიზიით. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ეს იყო ტყუილი. ის საჩვენებელი შენობები, რომელიც შენდებოდა საქართველოში.
ეს იყო თვალის ასახვევა. ასახვევად ასე ვთქვათ და ფასადური ყველაფერი. რომ შეექმნათ განცდა და ვირტუალური სამყარო მიეწოდებინათ როგორც ქვეყნის შინ, ასე ქვეყნის გარეთ. მაგრამ რეალობა ჩვენ ხო ვიცით რომ სხვა არ რეალობა. იმ დროს როცა გამოდიოდა ქვეყნის პრეზიდენტი და ამბობდა თავს იწუნებდა დემოკრატობაზე, თავსდებდა, ამავე დროს საშინელება ხდებოდა წამებით კლავდნენ ხოცავდნენ ადამიანებს. არაერთი ფაქტი იქნა გამოძიებული. ციხეებში წამების შედეგად უბრალოდ ვეღარ უძღვნა ადამიანები წამებას, ისეთ სასტიკი მეთოდებით ხდებოდა მათი ეს. აი ეს არის რეალობა, რაც იყო. და ასე რომ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას. მედიას, სამოქალაქო სექტორს, მთავრობას, სასამართლოს, ყველას, პარლამენტს, ყველას აბსოლუტურად. და ჩვენ თუ ამ პასუხისმგებლობას გავექცევით, ჩვენ სახელმწიფოს ვავნებთ და ზიანს მივაყენებთ. მედიაზე რომ დავიწყო საუბარი, შემოვიდნენ ისე პრობლემები. თუმცა მე არ ვერიდები, ყოველთვის შემიძლია ღიად ვისაუბრო და გავიმეორო ის, რაც მე ვთქვი. მე შემიძლია რომ ღიად ვისაუბრო, მე პასუხისმგებელი ვარ თუ ჩემს სიტყვაზე. განსხვავებით მათგან, რომლებიც მოსახლეობას ტყუილს ეუბნებიან ხშირად. და ტყუილის და სისხლის ტირაჟირებას ახდენენ. ისმენთ. ასახელეთ თქვენ. Tăpuriana, Salvadorski, Bridges University. Da, სტაჟირება გავაკეთე კულტურის სამინისტროში. რა თქმა უნდა, ბევრი ვისწავლე და გამოცდილება შევიძინე, მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც ყველაზე აქტიური სტრუქტურა, ყველაზე აქტიური სამინისტრო არა, მიუხედავად იმისა, და კითხვაც ამ სფეროდან მაქვს, რომ აპირებ თუ არა მომავალისიდან რაღაც იმედი და რაღაც თანხები გამოიყოს ამ შემოქმედებით ინდუსტრიებში, ფილმი, მე გეტყვით, კულტურის მინისტრი მე შევცვალე. ახალი მინისტრი არის ძალიან აქტიური, ენერგიული, კრეატიული და ისიც self-made-ია, ხო, თვითონ შექმნა თავისი წარმატებული პროექტები, აქვს გამოცდილება მართვის და ხედვა აქვს უბრალოდ. და იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყანა დგას დღეს, იმაშინე რომ წარმატებულად გაართმევს თავს. ჩვენ გვაქვს გეგმა, მე უკვე მქონდა საუბარი ახალ მინისტრთან, ისინი უკვე მუშაობენ აქტიურად ახალი ხედვის ჩამოყალიბებაზე, კონცეფციაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი კულტურა. კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა ვითარდება და სხვა დარგები ვითარდება, მაშინ როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის, როცა საყოველთაო კეთილდღეობა არის, ეს ყველაფერი აისახება კულტურაზეც. მიმაჩნია რომ ამ მიმართულებით ჩემთვის პირადად ხა, როგორც თავის მეტაურისთვის არის ძალიან პრიორიტეტული მთელი რიგი მიმართულები, როგორც არის კინო, თეატრი, მუსიკა და ასე შემდეგ. გვაქვს გამოყოფილი შესაბამისი თანხები იმისათვის რომ მოხდეს ამ დარგების, ასე ვთქვათ, განვითარება. სამწუხაროდ არ შეიძლება მხოლოდ წარსულზე წარსული დიდებაზე კონდეს აქცენტი. რაც იყო წარსულში, ეს იყო და არის ჩვენი სიამაყე, ხო? ჩვენი საზოგადო, ჩვენი ხალხის კუთვნილება. ის შედევრები, ის კლასიკა რაც შეიქმნა. მაგრამ ჩვენმა თაობა ახლა უნდა შევქმნათ ახალი პროდუქტი უნდა შევქმნათ, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი დანარჩენ განვითარებულ სამყაროსთან და ამ განვითარებულ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან. არ უნდა მოხდეს წყვეტა და ჩვენი სამწუხარო წლების განმავლობაში ვამშვენდით სწორედ ამ წყვეტას, რომ იყო ერთი თაობა, რომელიც იყო ძალიან წარმატებული და თვალსაჩინო და ჩვენთვის ყველასთვის ძალიან პატივსაცემი, ხო? რომელმაც შექმნეს მთელი, ასე ვთქვათ, ეპოქა, ასე ვთქვათ. და ის შედევრები დაგვიტოვეს, ის საგანძური დაგვიტოვეს, რომელთაც ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ. არ ხო ჩვენი თაობა, არამედ მომავალ თაობაც. მაგრამ ეს არის წარსული. ჩვენ წარსული დავაფასოთ იმისათვის, რომ ვიფიქროთ მომავალზე, ხო? ჩვენ თუ არ ვიფიქროთ მომავალზე, მაშინ ხო წარსული ჩვენ ვერ ვიცხოვრობთ. ჩვენ მაშინ ვიქნებით უფრო მაგრები, რომელსაც არ დაგვაუწყდება ჩვენი წარსული, ის დიდება, ის ასე წარმატებული ეპოქა, ის წარმატებული პროდუქტები თუ მომავალზე ვიფიქრებთ და უკეთეს შევქმნით. უკეთეს თუ არა, რამე ახალს ვიტყვით. ოღონდ იცეს როგორც იქნება, რომელიც იქნება
შესაბამისობაში მსოფლიო ტენდენციებთან. აი ასე მესახება დღევანდელი კულტურის განვითარება და ის განვითარება, რომელიც მსოფლიოში არის. არ უნდა მოხდეს, არ უნდა არსებობდეს დიდი, ასე ვთქვათ, ზღვარი და დისტანცია არ უნდა იყოს დიდი. ჩვენ მაქსიმალურად მიუახლოვდეთ თანამედროვეობას. უნდა მოხდეს შერწყმა, ასე ვთქვათ, ერთად ჩვენი დიდი კულტურის თანამედროვეობასთან. მე ასე უყურებ ამ საკითხს, რომ აი სინთეზი ჰარმონიულად შერწყმა უნდა მოვახერხოთ. მე ჯერ ამის მიღწევა არის შესაძლებელი. ბატონო, რეჩემი სპორტსა განათლების თქვენი მასწავლებლის პროგრამა და მე კიდევ უნდა რაღაც პირველ რიგში დონე განათლების არის სხვა უბრალოდ საქართველოში და ევროპაში არის უზარმაზარი. ჩვენ გვაქვს სურვილი მისაღები ევროპისკენ, ჩვენ ვიყავთ დაახლოებით ერთ დონეზე თუ არა, შეგვიძლია ერთმანეთში ინფორმაციის გასწორება და გამოცხადა მის გარდა. ამიტომ მაინტერესებს რა არის პრიორიტეტული როლს განსხვავება და ბიუჯეტის გადაწყვეტილება ამ კუთხით და თუ არის პროგრამები არამარტო უმაღლესი პროფესიული განვითარების, არამედ საბავშვო ბავშვების განვითარების და საშუალო სკოლების განვითარების. და კიდევ მე უნდა ვთქვი, რამდენად ხდება აქცენტის გაკეთება საქართველოს როგორც სოფლიოს ნაწილზე და როგორც მოწყობილ ქვეყანაზე. რამდენად მუშაობა საქართველოს მოსწავლეებმა დაინახა როგორც სამყაროს ნაწილი, როგორც ინდივიდუალური აგრეგატული სახელმწიფო, მაგრამ როგორც სამყაროს განვითარება და პარალელურად. კი ბატონო. მე ბოლოდან დავიწყებ. სწორედ ჩვენი მთავრობის მიზანი იყო და არის. და მთავარი მისწრაფება, რომ ჩვენ გავხდეთ განუყოფელი ნაწილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. და იმ სივრცისა, რომელსაც ქვია ევროპა. რომელიც არის ყველაზე მეტად ახლობელი ჩვენთვის. და ისტორიულად ჩვენი წინაპრები ყოველთვის მიისწრაფდნენ თანამედროვე განვითარებული სამყაროსკენ. მიმაჩნია, რომ ეს მისწრაფება არის მხარდაჭერილი ქართული ხალხის მიერ და ჩვენ საკმაოდ ამბიციური ვართ. ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული ამბიცია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თანამედროვე და ჩვენ ვართ მზად, რომ ვიყოთ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. და მსოფლიო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვისაუბრებ მე თუნდაც საქართველოს იმ მართლაც გამომწვევ, ასე ვთქვათ, იმ ამბიციური პროექტებზე, როგორც არის თუნდაც ის ანაკლიის სპორტი და დერეფნის განვითარება, ამ კორიდორის გაფართოება განვითარება და საქართველოს როგორც სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის გამოყენება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი როლი დავინახოთ სოფლიო პოლიტიკაზე. და საერთო სურათში ჩავარდით. არ ვიყოთ ამოვარდნილები. და არ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შედეგს არ მოიტანს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული. და საქმე არ უნდა წამოვიწყოთ თუ ის კონკრეტულ შედეგზე არ არის გათვლილი და ორიენტირებული. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მიზანმიმართული პოლიტიკა, თანმიმდევრული, კონსტრუქციული და პრაგმატული. რაც შეეხება განათლებას, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა, რაც მე ხელ ამაზად ჩამოვაყალიბე, არის შეუძლებელი პრაქტიკულად განათლების გარეშე. მე წეგან ვახსენე, რომ სამწუხაროდ საქართველო იმყოფება ჯერაც ბოლო ადგილზე ევროპაში, განათლების დონის მიხედვით. ეს რა თქმა უნდა ჩვენი სირცხვილია, მეგობრებო, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ასე ვთქვათ გაუნათლებელი პირიქით. ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი. მაგრამ ამ ნიჭს სჭირდება განვითარება. ამ ნიჭს სჭირდება მიცემა ახალი, ასე ვთქვათ, სტიმულის მიცემა სჭირდება. სჭირდება შესაძლებლობის მიცემა სჭირდება ამას. ჩვენ თუ არ მივეცეთ შანსი ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს, თანამოქალაქეებს, რომ ისინი განვითარდნენ, საკუთარ ნიჭი გამოიყენონ და განავითარონ, თქო ყოველთვის ვიქნებით ბოლო ადგილზე. საბედნიეროდ ჩვენი მთავრობის პირად ჩემთვის განათლება არის ნომერ პირველი. ჩვენ ეკონომიკას ვერ განავითარებთ ისე. თუ არ მივხვდეთ ჩვენს განათლებას. არის ძალიან ძლიერი მდგომარეობა. იგივე მასწავლებელთა ხელფასები არის ძალიან დაბალი. მათი გადამზადება არის აუცილებელი. არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ მოხდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ვინაიდან მასწავლებელს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
სწორედ ისინი ზრდიან და მათი როლი ჩვენი მოვალეობის აზრდაში და განათლების მიცემაში არის უდიდესი. მასწავლებლები თვითონ სასწავლო პროგრამა, არის გადასახედი და დასახვეწი. უმაღლესი სასწავლებლების პროგრამა არის გადასახედი. მე პირად ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. მე ვსწავლდი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, დავამთავრე და შემდეგ ვსწავლდი სორბონის უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კონტრასტია. როგორც თეთრი და შავი ისე. მე არ მინდა რომ ასე იყოს. და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ ეს მაქსიმურად გამოვასწოროთ მოკლე დროში. კითხვაზე შევძლებთ კი ამას ძალიან მოკლე დროში. ალბათ ვერა, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ დღეს ვმუშაობ. და დავიწყოთ კიდევაც მუშაობა. ზეგან ვახსენე მე კომპაქტის მეორე ნაწილი, რომელიც ამ MCC-ის დაფინანსებით ხორციელდება 1000 ლერის გამოწვევის ფონდის მიერ. მნიშვნელოვანია, ასე მნიშვნელოვანია ეს, რომ განათლების სამინისტრომ შეიმუშავა განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია. ეს პირველი დოკუმენტია, მაგრამ ახლა დახვეწის ფაზაშია. გასაჯაროვდება, ჩვენ მივიღებთ შენიშვნებს, შესწორებებს არასამთავრობოებიდან, უცხოური ორგანიზაციებიდან. ეს მომზადდა მსოფლიო ბანკის უშუალო ჩართულობით და ასევე სხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. და რა ვსწავლია პროფესიული განათლება, ანუ ვისაუბრეთ საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება და პროფესიული სასწავლებელი. პროფესიული ტექნიკური სასწავლებლები, რომლებიც გაზრდიან თანამედროვე, კომპეტენტურ, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. მე მაგალითს გეტყვით. მსოფლიო ბანკის კვლევებით გერმანიაში სკოლა დამთავრებულების მხოლოდ 40%. მხოლოდ 40% მიდიან უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. კითხვაზე დანარჩენები სად მიდიან? მიდიან ანუ ეგრეთ წოდებულ პროფესიულ სასწავლებლებში. რათა დაეუფლონ სპეციალობას. და დაახლოებით 2-3 წლიანი პროგრამის კურსის გავლის შემდეგ გერმანიაში იღებენ მაღალკვალიფიციურ დავიწყოთ მლესავის მშენებელს, შემდგაბებელს და ასე შემდეგ, ნებისმიერი სახის სპეციალისტს. ეს არის ჩვენი მთავარი ამბიცია, მეგობრები. რომ იქნება ძალიან ძლიერი სპეციალისტების ბაზა, ასე ვთქვათ. შვეიცარიაში მხოლოდ 25%. მხოლოდ 25% აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. დანარჩენი ყველანი აბარებენ პროფესიულ სასწავლებლებში. ჩვენთან ალბათ 100%, ან 101%, მეტყოდი უფრო. და ზოგადად ეს ჩვენი პრობლემაც არის პოსტსაბჭოურ სივრცეში და ამ სახელმწიფოებში ალბათ თავარი, ასე ვთქვათ, მშობლის ამოცანა რა არის? რომ შვილს მისცეს სათანადო განათლება, კარგი განათლება. მაგრამ იმ პირობებში, როცა არ არის შესაბამისი სკოლა, სადაც განათლების დონე არის დაბალი, სადაც სასწავლო პროგრამა არის მაინც და მაინც გაუმართავი. უმაღლეს სასწავლებელში არის დაბალი სწავლის ხარისხი, ხო, დონე. არ არის სპეციალური პროფესიული გადამზადების სკოლები. მშობელს რჩება ერთ-ერთი სურვილი, რომ მისმა შვილმა მიიღოს განათლება და აიღოს დიპლომი, რომ იყოს დიპლომირებული, რომელიც შემდეგ ჩააბარებს, დაიწყებს მუშაობას თავის სპეციალობის მიხედვით, მაგრამ რეალობა არის სხვა, საკმაოდ მწვავე, რომ დიპლომირებული სტუდენტების სამწუხაროდ უმრავლესობა ვერ იღებენ სათანადო განათლებას, სათანადო უნარჩვევებს და ცოდნას. ვერ ღებულობენ და შესაბამისად ვერ ახდენენ საკუთარი ცოდნის, საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, რაც მათ შემდგომში დაეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენაში. და შესაბამისი სამსახურის შოვნაში. აი ეს პრობლემა გვიდგას. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა ასე ვთქვათ, მე ვისაუბრე წეგანაც, ახალს ვისაუბრე, ვიცით როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ამას შეიძლება მიზანმიმართული თანამედროვე მუშაობა. 20 საათიანი მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, რომ განათლების კუთხით ჩვენ პროგრესს მივიღებთ 3 და 5 წლამდე, ბევრ რამ შევცვალოთ. მადლობთ. დიახ. გიორგი ლომიძე, ექსელის უნივერსიტეტი ბრიტანეთში. პირველ რიგში ძალიან მადლობა, რომ ასე საინტერესო საუბრეთ. მე გითხრა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით,
დღევანდელ საქართველოში ძალიან მიგია ემიგრანტების რაოდენობა დოლარით და ამ ლიბერალიზაციამ რა თქმა უნდა თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მოგვცემს მეორე კუთხით შეიძლება ბევრი ქართველი წარადგეს საზღვარგარეთ ტურისტულად სანახავად ამ შემთხვევაში შემდეგ ლეგალურად ან არალეგალურად სხვა ქვეყანაში დარჩენა შეიძლება მოხდეს მომავალში მაინტერესებს ასე მინისტრი შეიძლება ვიზიტად თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება როგორ ხედავთ ამ საკითხს და მოგვარების გზები თქვენი მხრიდან დიდი მადლობა თქვენ შეგიძლიათ ამაში თქვა ხომ არ მოხდება გადინება ხო ამ დამატებით ნიჭიერი ხო რა შეიძლება მაგ საკითხს ჩვენი გათვლებით თუ ჩვენ წარმატებულად დავასრულებთ მეორე ფაზას ჩვენ 2 წელიწადში შეიძლება ვივარაუდოთ რომ მივიღებთ უვიზო რეჟიმს ევროპასთან გამოიწვევს თუ არა ეს გადინებას კადრების იქნება ეს და გონებრივი პოტენციალი ასე ვთქვათ ამ რესურსის გადინებას იცით რა არის მე გეტყოდით რომ ადამიანი მიდის უცხოეთში მაშინ როცა პერსპექტივას ვერ ხედავს საკუთარ სახლში საკუთარ ქვეყანაში მე ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა წავიდეს ნიჭიერი ახალგაზრდა უცხოეთში იქ დარჩენის მიზნით მაშინ როცა საკუთარ ქვეყანაში აქვს რეალური პერსპექტივები ასე რომ ეს ჩვენზეც არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული მთავრობაზე და ჩვენ სახელმწიფოზე მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს და ძალიან სწორი კითხვა დასვით დიდი მადლობა ამისთვის ჩვენ მსჯელობა გქონდა ამის დამოუკიდებლობას და ბევრმა ქვეყანამ აიგივე ბულგარეთმა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიიღეს ეს გამოცდილება და სწორედ მათგანაც ვიცი რომ გადინება მოხდა იგივე მუჟახელი სპეციალისტების გონებრივი რესურსის ასე სხვა სპეციალობების წარმომადგენლების მაგრამ თუ ჩვენ აქ შევუქმნით ადამიანებს იმ შესაბამის ასე ვთქვათ გარემოს და პირობებს რომ მათ ადგილზე სახლში მიიღონ სახლში მოახდინონ მიღებული ცოდნის უცხოეთში მიღებული ცოდნის და უნარჩვების რეალიზება მე ვფიქრობ რომ ამის პრობლემა ჩვენ არ დაგვიდგება რა თქმა უნდა რაღაც ნაწილი მაინც სწავა და მე ერთს გეტყვით ვისაც წასვლავს გადაწყვეტილი მკაცრად ის მაინც სწავლას ქვეყნიდან მნიშვნელობა არ აქვს იქნება უვიზო რეჟიმი თუ სავიზო რეჟიმი მე ასე ვუყურებ ამ საკითხს ზოგი სხვა ხერხებით მაინც აპირებს და მაინც ახერხებს უცხოეთში გამგზავრებას იქ დარჩენას ანუ თუ მოქალაქე არ არის მოტივირებული არ არის მოწოდებული რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს და აქ იცხოვროს აქ დაფუძნდეს აქ მოახდინოს საკუთარი ფინანსური თუ გონებრივი რესურსების რეალიზება და გამოყენება მაშინ ის მაინც დარჩება იქ მაგრამ თუ ჩვენ სწორად მოვახერხებთ სახელმწიფო და მთავრობა სწორად ავუხსნათ ამ ადამიანებს სწორად დავუსახოთ მათ რეალური პერსპექტივები და გავარკვიოთ რომ მათ აქ დარჩენას მოყვება კონკრეტული შედეგები და ის გამოიღებს კონკრეტულ კეთილდღეობას ხო მიმაჩნია რომ ჩვენ ამ პროცესს შევაჩერებთ და ამას ჩვენ გავამკლავდებით ამაზე გვაქვს ჩვენ ნაფიქრი ნამსჯელი ძალიან კარგია რომ ეს კითხვა დამისვით დიდი მადლობა